ჩვენი ინფორმაციით ათობით სპეცრაზმელმა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. წახვიდეთ? შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოდ გაწვრთნილი სპეცდანაყოფი იცლება. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ტოვებს ხალხი, ვისზეც ნოემბრის სისხლიანი დარბევების დროს სისტემა იდგა. ძალოვანი უწყებიდან ხარებას გაშვების შემდეგ ახალ ხელმძღვანელს ყოველ დღე არაერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს. რამდენი ადამიანი წავიდა? ეს არ ვიცი. არ ვიცით, გედედეს ხელმძღვანელი პერი ხართ, რამდენი წავიდა თქვენგან არიცით, ბატონო რომან? ამერიკელების გადამზადებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ხარებამ ჩამოგიშალათ? ვინ გითხათ რომ ჩამოიშალა? როგორ არა, ასობით ადამიანმა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ბატონო რომან. ეს თქვენი ინფორმაცია არ ვიცი რომ არ გვიდასტო რა? არით რომ თავისინებით წავიდნენ? თავისინებით წავიდნენ. ანუ ხარებას გაყვნენ? ხარებას გაყვა მიწასაშლელი იყო წავიდა. ეს რომან ქარცივაძეა, ხარებას შემცვლელი. გელაგელაძემ სპეცრაზმიც და დარბევებიც მას ჩააბარა. შაბათის ეთერის ინფორმაციით გადადგნენ არა მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეები, არამედ სისტემიდან წავიდნენ სამმართველოს უფროსებიც. თანამდებობები დატოვეს სამმართველოს უფროსების მოადგილეებმაც. ეს ის ხალხია, ვინც ან დარბევებს გეგმავდა, ან ადგილზე ხელმძღვანელობდა. ხალხის წასვლას ხარებას შემცვლელი რომანი გვიდასტურებს. ამბობს, რომ თავად წმენდა არ მოუწყვია. არ გაუშვია ხალხის სპეცრაზმიდან. განცხადებები ყველამ თავისი ნებით დაწერა. ჩვენი ინფორმაციით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი გაყვა ხარებას. ამერიკელების გადამზადებული სპეცრაზმელები წავიდნენ, ვიზეთ სისტემა იდგა. რამდენი ადამიანი წავიდა, ბატონო რომან? თქვენი ინფორმაცია არის? რა შვებით, ეხლა მეც მიმაჭყლიდავთ კარზე, თქვენ გეკით. რა შეჭერდა, ბატონო რომან, უკაცრავად გელაპარაკებით ეხლა და რა საკეთებთ? გარაჟი გამიშ. ჩამოგიშალათ სპეცრაზმი, ბატონო. გაყვნენ? ღირსების ორდენები, რომელიც აქციების სისხლიანი დარბევების შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ სპეცრაზმელებს და მათ შეფებს მიხეილ ყაველაშვილმა მადლობის ნიშნად ჩამოურიგა, გედედეს სპეცდანაყოფის წევრებისთვის უსაფრთხოების გარანტია არ აღმოჩნდა. ინფორმირებული ადამიანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან შაბათის ეთერს უყვება, რომ დიდი ძალაუფლების მქონე ზვიად ხარაზიშვილის გაშვება მას შემდეგ, რაც მისი ხელით ქუჩაში გამოსულ ხალხს სიკვდილამდე სცემდნენ, მისი ერთგული ხალხისთვის სიგნალი იყო. როცა სისტემას ისინი აღარ დასჭერდებიან, გაწირავენ ისე, როგორც გაწერეს ხარება. წაიყვანა ხარებამ ეს ხალხი თავის დაჯგუფებას ქმნის, გადამივლით ეხლა ბატონო რომან? გელაპარაკებით, ანუ გადამივლით? გასაკეთებ. შაბათის ეთერის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზვიად ხარაზიშვილის გაშვების შემდეგ გედედეს პირადი შემადგენლობა 200-მდე სპეცრაზმელმა დატოვა. ხელმძღვანელის გარეშე დარჩა მასების სამმართველო და სპეციალური ოპერაციების სამმართველო. პირველი, ვინც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წავიდა, მესამე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზვიად ხარაზიშვილის ხარებას ძმა ალეკო ხარაზიშვილია. ბატონო რომან, გედედეს შეფი ხართ. თავისი ნებით წავიდნენ. რამდენი ადამიანი წავიდა? ეს თქვენთვის არა საინტერესო. ხელმძღვანელების გარეშეა დარჩენილი სპეციალური ოპერაციებისა და მასების მართვის მთავარი სამმართველოებიც. წავიდა ზურაბ გულიტაშვილი. სისტემა დატოვა მილერი ლაგაზაურმაც. დაუდგენელია დარჩა თუ არა სისტემაში მისი შვილი ალუდა, რომელიც მამის მსგავსად ხალხის ცემისთვის მიხეილ ყაველაშვილმა დააჯილდოვა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი შეფი შაბათის ეთერის გამოჩენამ და სისტემიდან პირადი შემადგენლობის რღვევის შესახებ ინფორმაციის გაჟონვამ პანიკაში ჩააგდო. ატაკში რა დაგიწერეს, რატომ მივდივართო? ეს უკვე თქვენ გაარიგეთ. ატაკში რა დაგიწერეს, ბატონო რომან? ხალხი რომელიც პროფესიონალები თქვენ გაუბნებთ. რა ვიცი, ბატონო რომან, დაიწყე
მუშაობას და ხო, მართლა რა ვიცი. თქვენ დილიდან ახლა ხართ? დიახ, თქვენზე ადრე დავიწყე მუშაობა, იმიტომ რომ თქვენ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცრაზმი ფაქტობრივად გადინახევრდა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. და გითხარით, თუ რამე გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ. პიროვნებები ვინც წავიდნენ და ვინც წავიდნენ, აი მითხარით ბატონო, რომ ჩვენი ინფორმაციით ათობით სპეცრაზმელი გაყვა ხარებას. ნახოთ და დაკითხოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობაში ქვეყნის მასშტაბით 3200 სპეცრაზმელი ირიცხება. სამმართველოებისა და ხელმძღვანელი პირების უმეტესობა ზვიად ხარაზიშვილის ახლო მეგობარია. ხარაზიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის კადრი იყო. მას სრული ნდობა და მოქმედებაში სრული თავისუფლება ჰქონდა. თანამდებობიდან გომელაურის გადაყენების შემდეგ 2 კვირაში წავიდა ხარაზიშვილიც. ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ მისი მოადგილეები. განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი მირზა კეზევაძე, მილერი ლაკაზაური და სისხლიანი დარბევებისას ხარებას მარჯვენა ხელი იოსებ მარგველაშვილი, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ვინც ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტისთვის გამოსულ მოქალაქეებს აგინებდნენ, ამცირებდნენ და ხელბორქილ დადებულებს გონების დაკარგვამდე ურტყამდნენ. ყველა ვინც გედედიდან წავიდა, ივანიშვილის იმედი იყო ქუჩაში გამოსული ადამიანების წინააღმდეგ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალშებს ვკითხეთ, რატომ დაუშალა გუნდი ხარება. ვინც დატოვა? დიახ. ყველა მნიშვნელოვანი პიროვნებები იყო და ასე აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ. ხარება არის ჩემი მეგობარი და აქედან გამომდინარე რომ დატოვა და ჩამოეშალა, ესეთ რამე არ ყოფილა. ხარებას არ გაყოლია ხო თავისინებით. ხარებას არ გაყოლია სპეცრაზმელები თქვენგან? თუ თქვენ გაუშვით. თავისინებით წავიდნენ. ხო და რატო წავიდნენ? სხვადასხვა სამსახურებში გადავიდნენ. სად გადავიდნენ ბატონო ეს უკვე თქვენ გაარკვიეთ. გადამზადებული სპეცრაზმი უბრალოდ აღარ ყავდა. ხო შეიძლება რომ თავისი სხვადასხვა სამსახურებში გადავიდნენ. ხო შესაძლებელია. სად გადავიდნენ? შესაძლებელია თუ ასე მოხდა? ესე მოხდა. სად წაიყვანა სპეციალური წვრთნაგავლილი ასობით სპეცრაზმელი ზვიად ხარაზიშვილმა. რომან ქარცივაძე გვიმტკიცებს, რომ ყველა ვინც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დატოვა, კერძო სამსახურში გადავიდა. სად არ ამბობს. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ ზვიად ხარაზიშვილი ცდილობს ახლა ეს ხალხი კერძო დაცვის კომპანიებში დაასაქმოს. მივდივარ და მაგვიებდა. ბატონო, მე არ ეს ნორმალური ხდება. სამსახურში მივდივარ. ეს ხალხი რამე კერძო დაჯგუფებას ქმნის ამდენი სპეცრაზმელი? არა, გაინტერესებს შეგიძლიათ. ჩვენი ინფორმაციით ქუჩა ეძებთ ადამიანებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმში აიყვანეს. საიდან მოიყვანეს ინფორმაცია? ჩვენი ინფორმაცია ასეთია, თქვენ მითხარით, აბა როგორ არის? ყველაფერი არის ძალიან იდეალური. როგორ? რამდენმა ადამიანმა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი? ზუსტად ვერ გეტყვით რამდენმა ადამიანმა დატოვა. არიცით, რამდენი ადამიანი გამოგაყავდათ? ასეთი უმნიშვნელო ხალხი იყო თქვენთვის ბატონო რომან? ყველა მნიშვნელოვანი არის სპეცნაზელი რო იცოდეთ რა. ინფორმირებული ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროდან შაბათის ეთერს უყვება, რომ წასვლის სერია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯერ არ დასრულებულა. ახლა რომან ქარცივაძე მძიმე მდგომარეობაშია. სპეცრაზმის შეფს დარბევების ოსტატები ჰყავს მოსაძებნი. რატომ წავიდნენ სპეცრაზმელები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან? რატო კეტავ კარს? რატო კეტავ? ხო არ შემოვიდნენ? ხო, იქით გადახვიდეთ. გავიგე, მაგრამ რატომ იკეტავ კარს? გელაპარაკები? აშილი ბაზის ტერიტორია არის. ჩვენს ტერიტორიაზე არ შეიძლება გადახვიდეთ. მთელი სპეცრაზმი, რომელიც ამერიკელებს ყავდათ გადამზადებული ხარებას გაყვა და მილერის? რატო უნდა დავშავდე გელაპარაკები? უნდა დავკეტო, რატომ უნდა დაკეტოთ? იქით რო გადაბზადეთ, შეიძლება. რამდენია იმ სპეცრაზმელების რაოდენობა, რომელმაც ხარებას წასვლის შემდეგ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დატოვა? რა მიზნით გაიქცნენ ადამიანები ხარებას გაყვნენ? არ ვიცი. რა შეჭირდება ეს ახალ დაჯგუფებას აკეთებს რამე არაფორმალურ? ხარებას მოშორების შემდეგ ეს ადამიანები დემარშის გამოწავიდნენ? არ ვიცი. ხარებას ხალხი თანამდებობიდან საერთაშორისო სანქციებით მიდიან. მათ დიდ ნაწილს ევროპის და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაადგილების სერიოზული პრობლემა აქვთ. ნაწილისთვის დახურულია საბანკო ანგარიშები. დასანქცირება, რომ მათთვის კატასტროფა იქნებოდა, ამას დარბევების მეთაურები შაბათის ეთერთან ინტერვიუში არც მანამდე მალავდნენ.
თქვენი ძმაკაცები რატომ დაასანქცირეს ბატონი მილერი და ბატონი ხარება? ეგ არის ყველაზე დიდი კატასტროფა ხალბატონო. რა? რაც ჩვენ ძვირფას ადამიანს გაუკეთეს რა. რომელია ძვირფას? ბატონი ზვია და ბატონი მილერი. რომელიც ქვეყნის გულისთვის თავს წირავს. ქვეყნისთვის. წასულებმა მისამართები შეიცვალეს და მათთან კავშირის დამყარება შეუძლებელია. ვისაც ბინები კერძო საკუთრებაში ჰქონდა, ადგილზე აღარ არიან. ვინც ქირით იყო, სხვაგან გადავიდნენ. მილერი ლაგაზოვი აქ ცხოვრობს ამ სახლში. აღარ ცხოვრობენ სამწუხაროდ. კი, დიდი ხალხი, სამი თვია. ლაგაზაურის მეზობლები გეუბნებიან, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი რუსთავში მდებარე კორპუსის ბინიდან რამდენიმე თვის წინ გადავიდა. ახლა ოჯახთან ერთად ახლა დაშენებულ მდიდრულ კერძო სახლში ცხოვრობს. ბატონო მილერი ლაგაზაური შაბათის ეთერის კამერასთან არ ჩნდება. საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული კამერების საშუალებით მან უკვე იცის, რომ კითხვებით სანქცირებულ ყოფილ ძალოვანთან ჟურნალისტები მივიდნენ. ბატონი მილერი წესით ახლა სახლშია. ეზოში დგას ტოიოტას მარკის ავტომობილი სანომრე ნიშნით მილე 007. ეს საცხოვრებელი სახლი დიდი ტერასით, ხედებით ტბაზე, საქეიფო დარბაზებით და აუზით სპეცრაზმის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მილერი ლაგაზაურმა მშენებლობის ნებართვის გარეშე აიშენა. უცნობია მიიღო თუ არა ჯარიმის ქვითარი აქციის მონაწილეთა სასტიკი მეთოდებით დარბევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კალაძის უწყებისგან, თუმცა დოკუმენტები თუ ადგენთ, რომ თბილისის მერიამ ნებართვა უკვე აშენებულ სახლზე გასცა. კანაპლანზე გადაგიყვანეს? დიღომში ბატონიშვილის ქუჩაზე დიდი გალავნით გარშემორტყმულ მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს ზვიად ხარაზიშვილიც. ერთ ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ შეფს 6 სახლი უდგას. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ ეს ადგილი გედედან გაშვებულების და სისტემას გამიჯნულების მთავარი თავშეყრის ადგილია.